ვარდისფერი ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა, რომლის მიზანიც დაავადების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე კამპანიებს ტრადიციულად უერთდება საქართველოც. ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია სკრინინგის აქციების, საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრები. მე ვთვლი, რომ სკრინინგი აუცილებელია ყოველწელს გაიკეთოს ყველა ქალბატონმა ალბათ. იმიტომ რომ ახლად გამოვლენილი უფრო ადვილად მოსარჩენია. პატარა ჯირკვალი მქონდა, ცოტა ვიმკურნალე. მე გავანებე თავი მკურნალობას და ახლა მომიწია უკვე სერიოზული გამოკვლევები, სერიოზული და დამდგინდა კიდევაც დიაგნოზი, რომელთაც შოკირებული ვიყავი. და მე ალბათ ვთხოვდი ყველა ქალბატონს, ალბათ მამაკაცსაც, რომ მივიდნენ სკრინინგზე. არაფერი საშიშია რა, ამ დროს მეშინოდა მამოგრაფიის, რაღაცა ისეთი სტრესი მივიღე, მანამ გავიკეთე. საერთოდ არც გამიგია, არც მტკენია. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაავადების განკურნებისთვის მნიშვნელოვანია პრევენციული სკრინინგი და ადრეული დიაგნოსტიკა. როგორც მიხეილ სარჯოლაძემ აღნიშნა, სკრინინგული კვლევები უფასოა და ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა რეგიონში, სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ან მობილური ამბულატორიების მეშვეობით. ყველა ადამიანი ალბათ რაღაცა ფორმით შეხვედრია ამ პრობლემას და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ადამიანს ჰქონდეს გასიგრძეგანებული კარგად ის პასუხისმგებლობა, რომელიც ზოგადად ონკოლოგიის მართვას უკავშირდება. ეს გულისხმობს, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ ემპათიას, მხარდაჭერას, იმავდროულად მხარდაჭერას თვითონ იმ ადამიანებისა, ვინც ებრძვიან ამ მძიმე სენს. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების წახალისება, რომელიც უკავშირდება მაგალითად ადრეულ დიაგნოსტიკას, ადრეულ აღმოჩენას ასეთი დაავადების და სხვადასხვა. აქ აუცილებელია, რა თქმა უნდა, საზოგადოების მთლიანი კონსოლიდაცია, სახელმწიფო ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც არიან მაგალითად პაციენტების ორგანიზაციები, ექიმების და მთლიანად საზოგადოების მთელი ძალისხმევის კონსოლიდაცია საიმისოდ, რომ რაც შეიძლება ეფექტიანი იყოს და რაც შეიძლება მეტად შედეგზე ორიენტირებული იყოს მთლიანად მკურნალობის პროცესი, რომელშიც სახელმწიფო ძალიან დიდ კონტრიბუციას დებს, მაგრამ რასაკვირველია, ფიქრობს ამის სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად განვითარებასა და გაუმჯობესებაზე. არსებობს და საკმაოდ ბევრია წარმატებული მკურნალობის შემთხვევები. ამიტომ უნდა მოუწოდოთ ადამიანებს, რა თქმა უნდა, სწორედ ამ თვეში, ოქტომბერში, რომ გაბედულად მიიღონ მონაწილეობა ყველასთვის, ვისთვისაც ეს რეკომენდირებულია სკრინინგის პროგრამებში, ადრეული დიაგნოსტიკის ყველა ეტაპი და შესაძლებლობა გამოიყენონ საიმისოდ, რომ იმ შემთხვევაში თუ კი ღმერთმა არქმნა და მას მაინც აქვს გარკვეული პათოლოგია ამემართულებით, ის დროულად იქნას აღმოჩენილი, ვინაიდან ეს არის რეალურად საშუალება, რომ ეს ადამიანები სრულფასოვნად განიკურნონ. ვარდისფერი ოქტომბრის თვე ემსახურება იმას, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ და ბევრჯერ გავახსენოთ ადამიანებს, რომ მხოლოდ სკრინინგი გადაგვარჩენს. სკრინინგის დაარსებამ მთელ მსოფლიოში ძუძუს კიბოს სიკვდილიანობა მკვეთრად შეამცირა. მივმართავ ყველას, სადაც ხმა მიმწვდება, ყოველთვის მივმართავ სხვათა შორის, რომ პრევენცია გადაგვარჩენს, რომ ჩვენი სიცოცხლე ჩვენს ხელშია და რომ არ არის არჩევანი გაჩვმება და შიში ექიმთან ვიზიტის და გასინჯვის, ყოველი დღე შეიძლება გახდეს ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში და რომ ადრეულ დიაგნოსტიკას აქვს უდიდესი მნიშვნელობა და გამოჯამრთელების ტოლფასი. ქვეყანაში დაავადებათა ადრეული გამოვლენა სახელმწიფო და დაავადებათა სკრინინგის მუნიციპალური პროგრამები მოქმედებს, რომელთა ფარგლებში მიზნობრივ პოპულაციებში ხორციელდება ძუძუს, ასევე საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ძუძუს კიბოს რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა 2015 წელთან შედარებით 3,8%-ით შემცირდა. ამასთან ქალებში 2020 წელს დიაგნოსტირებული ძუძუს კიბოს 5-წლიანი გადარჩენის მაჩვენებელი 72% გახდა. ევროკავშირი 12 ოქტომბრიდან საზღვრის გადაკვეთის წესებს სვლის, რასაც ყველა წევრი ქვეყანა უნდა შეუერთდეს. პროცედურა სახის სკანირებასა და თითის ანაბეჭდის აღებას მოიცავს. ინფორმაციას Union ავრცელებს.
ის ქვეყანაში შემავალი და გამავალი ყველა პირისთვის მუდმივად იმოქმედებს. ევროკავშირის ამოცანა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა და მონაცემთა საკუთარი ბაზის მოდერნიზება, რომ სხვადასხვა ქვეყანა ერთმანეთთან დააკავშიროს, უსაფრთხოება გააძლიეროს და განსაკუთრებით შენგენის ზონის გარე საზღვრებზე მესაზღვრებს მესამე ქვეყნის მოქალაქეების გაკონტროლების საშუალება მისცეს. ევროპარლამენტმა საზღვრის გადაკვეთის, ანუ შესვლა-გასვლის ახალი სისტემა ივლისში ამტკიცა. ის შეეხება ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც ამ ეკონომიკური გაერთიანების წევრი არ არის. პასპორტში ჩვეულებრივი შტამპის ნაცვლად ტურისტებს ბიომეტრიული მონაცემების შეგროვებისთვის მნიშვნელოვანი პროცედურის გავლა მოითხოვებათ. როგორიც არის თითის ანაბეჭდის სახის სკანირება და საერთაშორისო პასპორტი. ასევე პირი მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებას უნდა დაეთანხმოს, რაც სისტემაში შეინახება. მონაცემთა შესაბამის ბაზაში, რომელიც მუდმივად განახლდება, ევროპის ქვეყნებში შესვლისა და გასვლის შესახებ ინფორმაცია იქნება შენახული. ამასთან, ბიომეტრიული მონაცემების შეგროვებისა და სხვა ახალი ზომების გამო მონაცემთა დამუშავებისა და საზღვრის გადაკვეთის დრო შესაძლოა გაიზარდოს. არსებული ინფორმაციით ეს პროცედურა ერთჯერადი კი არ იქნება, არამედ ევროკავშირის ქვეყნებში საზღვრის გადაკვეთისას ყოველ ჯერზე გატარდება. ის მომავალი წლის მარტისთვის პასპორტის შტამპებს სრულიად ჩაანაცვლებს. მონაცემთა შეგროვება და დამუშავება ავტომატურად მოხდება. პოლონეთმა ახალი სისტემის ტესტირება უკვე დაიწყო, ხოლო 12 ოქტომბრიდან პროცედურა თანდათან სხვა ქვეყნებშიც დაინერგება. ის შესაძლოა ერთდროულად ყველა შესაბამის საზღვარზე ამოქმედდეს. ევროპარლამენტარები საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები შეზღუდულ გარემოში ჩატარდა. ქართული ოცნების თვითდანიშნული ოფიციალური პირების მიერ სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე თვეების განმავლობაში მიმდინარე რეპრესიების კონტექსტში. ვგმობთ იმ ფაქტს, რომ ოფიციალურმა პირებმა ფაქტობრივად აღკვეთეს სანდოს საარჩევნო დამკვირვებლების დასწრება, ეუთო ოდირისთვის დაგვიანებით გაგზავნილი მოწვევით და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვებით ხელი შეუშალეს ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ დაკვირვებას. ნათქვამია განცხადებაში. ევროპარლამენტარები ასევე შეშფოთებას გამოთქვამენ არჩევნების შემდეგ ქუჩებში ძალადობრივი შეტაკებებით და ყველა სიმშვიდისკენ მოუწოდებენ. ქართულ ოცნებას მოვუწოდებთ შეწყვიტოს დემოკრატიაზე თავდასხმა და პატივისცეს შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტურ უფლებებს, შეწყვიტოს დემონსტრანტების დაპატიმრება და უკანონოდ დაკავებულები გაანთავისუფლოს. ასევე ვგმობთ მზარდად აგრესიულ კამპანიას ევროკავშირის წინააღმდეგ, მათ შორის პერსონალურ თავდასხმებს ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების ელჩებზე, ევროპელ პოლიტიკოსებსა და ცალკე წევრ სახელმწიფოებზე. აღნიშნულია განცხადება. პატარობიდან მე ვგსავ, დედაჩემი რა გსავდა ძალიან მომწონდა და მეც გადავწყვიტე რომ შემესწავლა გსავა. და შემდეგ დიდობაში უკვე ყაისნაღით ვისწავლე, ყაისნაღის გსავა და დაბადების დღეზე, ბავშვის დაბადების დღე იყო, მინდა და რამე განსაკუთრებული მეჩუქებინა და გავაკეთე ჩანთა მოგსავე, წინ ბაჭიე და კურდღელი. და აქედან მე ერთმა გოგომ მითხრა რომ მოდიო ისა დაიწყო სათამაშოები მოვსინჯო და თუ გამოგივაო. ერთი მოვსინჯეთ გამომივიდა მომეწონა, მეორე ძალიან მომეწონა და შემდეგ გავიგე რომ გამოფენები ტარდება ჩვენთან და ერთ-ერთმა გოგომ ისე რომელიც გამოფენებში იღებს მონაწილეობას, იმას შემოთავაზა რომ უნდა მიგიყვანო ორგანიზატორთან, ვინც ორგანიზებს ამ გამოფენებს და ჩავერთვა იმ გამოფენებში. ახალ წელს ვიყავი პირველად გამოფენაზე და ყველაზე ძალიან გავხარებული ვიყავი, იმიტომ რომ თითქმის გამოიყიდა, ყველა სათამაშო გაიყიდა და ისაც მსიამოვნეს ამ სათამაშოების დამზადება არის სუფთა ნატურალური მასალით დამზადებული. შიგნით აქვს სილიკონის ბამბებს უძახიან და არის ბავშვებისთვის ნატურალური სუფთა პროდუქტი. არ შეეძლოს არანაირ ტყვიას. ინტერნეტით ნახულობ, ინტერნეტში დევს ესა სქემები არის ინტერნეტში, ინგლისური სუბტიტრებით არის, ზოგი გერმანულად არის, ზოგი მათმა ინგლისური სუბტიტრებით, რომელიც არის იმას ვთარგმნი.
და მაქვს ვიწერ ვაში ჩემს დღიურში და იმის მიხედვით ვქცევ. რომელი სათამაშოც მომეწონება, მე თვითონ ფერებსაც, მე თვითონ უხამებ ერთმანეთში, ზუსტად ისე არ ვქცევ. ჩემი გემოვნებით ვაკეთებ ამას. ფერებს და რამოდენიმე ჩემი იდეითაც მაქვს მოქსავილი. ეს არის ბარხატის ძაფები. სპეციალური სათამაშოსთვის არის განკუთვნილი. აი ეს სათამაშო მაგალითად ბარხატის ძაფით ვერ მოიქცევება. ამას უნდა სპეციალურად მაგარი ის ძაფი. რომ მოიქცევოს და მყარად დადგეს სათამაშო. ბარხატის ძაფებით იქცევება დანარჩენი კურდღელი, სმურფები, სტიჩები, კუები და პინგვინებიც. უმეტესობა ბარხატის ძაფით მაქვს. შექმნილი სათამაში. ჩინებით რომელიც წვრილი ძაფით იქცევება, კიდე დრო უნდა. ერთი კვირა მაინც უნდა კარგად რომ იმუშაო, ერთი კვირა უნდა და ფუფულად ძაფების ბარხატის ძაფებით დიდი დრო არ უნდა. ერთ დღეში შეგიძლია ერთ სათამაშოს გაკეთება, თუ მთელი დღე იჯდები და აკეთებ, შეგიძლია ერთ დღეში გააკეთებ. სკოლა რო დავამთავრებ, სწავლობდი ფარმაცევტიულზე კოლეჯში და შემდეგ დავანებე თავი და ვაპირებ სწავლის გაგრძელებას, მაგრამ ეს არის ჩემი ჰობი და თავის დანებებას არ ვაპირებ, იმიტომ რომ არ ვქცევ, ასე მქონია რაღაცა მაკლია თქო. და რო არ ვქცევ, არ შემიძლია. სასიამოვნო, როდესაც რაღაც ის კეთებას იწყებ და გამოგის, აი ახალ სათამაშოს კეთებას რო ვიწყებ, ერთი სული მაქვს, როდის დამთავრდება, გავიგო როგორი გამოვიდა. და რო გამოდის ეს სათამაშო ძალიან მომწონს და შემდეგ ვიჩნდა ვასრული რომ ბავშვებიც შეიძინონ. მეც მომწონს ბავშვებს გამოფენებზე ბავშვებს ირყიდულობენ და მათ ბედნიერი სახეები